სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსი ცხუმაფხაზეთისა და ბიჭვინთის მიტროპოლიტი უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში აჭარაში მცხოვრებ აფხაზებს მონათლავს. მანამდე კი კათოლიკოს პატრიარქმა ბათუმის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარი მოილოცა. უწმინდესმა და უნეტარესმა ეკლესიას იერუსალიმიდან ჩამოტანილი ჯვარი შესწირა. წმინდა ნიკოლოზის ლოცვით ღმერთმა დავიბრუნოს აფხაზეთი, სამაჩაბლო, გამძლიანოს საქართველოს და ჩვენი ეკლესია დაიცვას და დაიფაროს. ამინ. ეს ჯვარი, რომელიც ახლა ჩვენ მე შევწირე, ეს არის ჩამოტანილი იერუსალიმიდან. და მან იქნება როგორც ჩვენთვის ლოცველი ადამიანის ლოცველი წმინდანის წინაშე. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრები, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე ჭუაძე, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე შარაშენიძე და სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მდივანი დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი საქართველოს პრემიერ-მინისტრს ნიკა გილაურს შეხვდნენ. რიგით მეორე სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა იმ 4 კომისიის შემადგენლობა დაადგინეს, რომლებიც უცხოეთში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სტატუსის საკითხს განიხილავენ. კომისია სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის საკონსტიტუციო შეთანხმების მონიტორინგს განახორციელებს და ეკლესიის ქონებრივი და კულტურული ძეგლების საკითხსაც შეისწავლის. დამტკიცდა შემადგენლობა კომისიებისა, კონკრეტულად დაენიშნა თარიღები, როდის შეხვდებიან კომისიები, შევთანხმდით, რომ დაიწერება დებულება და სექტემბერში უკვე იქნება დამტკიცებული დებულება კომისიების მუშაობისა. და იმედი გვაქვს, რომ ნაყოფიერი იქნება კომისიის მუშაობა, კომისიების მუშაობა და თავიც იმ პრობლემურ საკითხებს, რომელიც აწუხებს ეკლესიას, სახელმწიფოს, იქნება გადაწყვეტილი. პირველ სამუშაო შეხვედრაზე გადაწყვეტ, რომ იქნებოდა 4 კომისია. ეხლა უკვე დავამტკიცებთ რეალურად ამ კომისიის წევრები, ყველა წარმომადგენელი აბსოლუტურად. შევთანხმდით, რომ დებულებებს შევიმუშავებთ ერთად. და დებულებას მთავრობა უკვე დაამტკიცებს სექტემბრის დაწყისში, ხოლო 15 სექტემბერს დაახლოებით ჩატარდება პირველი შეხვედრები ამ 4 კომისიაში. შესაბამისად, აბსოლუტურად ყველა ჩვენი შეპირება რაც იყო ძალაშია. ჰოსპიტალური სექტორის განვითარების გეგმის ფარგლებში სამედიცინო ობიექტების მშენებლობა რეაბილიტაციის პროცესი სრული დატვირთვით მიმდინარეობს. ჯანდაცვის მინისტრი დღეს ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრს ეწვია და მისი ახლად აშენებული უმაღლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი კორპუსი დაათვალიერა. დღესვე იაპონურ კომპანია ტოშიბასთან გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც თოდუას კლინიკას 640 შრიანი ახალი კომპიუტერული ტომოგრაფი გადაეცა. აღსანიშნავია, რომ ამ თაობის აპარატი სულ რამდენიმეა მთელს ევროპაში. კლინიკური მედიცინის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი ერთ-ერთია იმ დაწესებულებიდან, რომელიც პრაქტიკულად ხელახლა აშენდა აპარატურა, რომელიც აქ არის თანამედროვე გადამზადდა სპეციალისტები, დღეს ხელი მოეწერა ტოშიბას წარმომადგენლობასთან, რომელიც გვთავაზობს უკვე იმდენად განვითარებულ და თანამედროვე ტექნიკას, რომ პრაქტიკულად ნებისმიერი გამოკვლევა შესაძლებელია საქართველოში და რაც მთავარია, ეს ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი დაზღვეულისაგან, მათ შორის სიღარიბის ზღვარცქვემოთ ყოფი მოქალაქეებისათვის და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი ჩვენი რეფორმების გზაზე. თოდუას კლინიკაში ამიერიდან პაციენტებს შესაძლებლობა ექნებათ ჩვენს მიერ წარმოებული ტოპოგრაფის საუკეთესო აპარატით ისარგებლონ. მინდა გითხრათ, რომ მსგავსი სახის მოწყობილობით ევროპაში სულ რამდენიმე ქვეყანაა განებივრებული. მოხარული ვარ, რომ საქართველო მათ რიცხვს შეუერთდა. კათარზის მჭედლიშვილების საგვარეულო თემის წარმომადგენლები ეწვივნენ. კავშირმა, რომელიც თებერვლის თვეში შეიქმნა, გადაწყვიტა კათარზისის ბენეფიციარებისთვის ერთი დღე გაელამაზებინა. მათი ორგანიზებით მოეწყო ღონისძიება, რომელშიც მოხუცები თავადაც იღებდნენ მონაწილეობას. მჭედლიშვილების საგვარეულო თემის წარმომადგენლები კათარზისის ბენეფიციარებს უფასო სადილითაც გაუმასპინძლდნენ. მჭედლიშვილების საგვარეულო თემა
გადაწყვიტა დღევანდელ დღეს 12 აგვისტოს ისეთ ისტორიულ დღეს, როგორც არის დიდგორობა, მოუწყოთ აი ამ ლამაზ ადამიანებს საღამო, რომელიც გამოიხატება ერთი დღის სადილით და ასევე ვაწყობთ ერთობლივ კონცერტს. ძალიან მნიშვნელოვანია და ყოველთვის მოლოდინია ხოლმე დიდი, აი ასეთი ტიპის ღონისძიებებისადმი. იმიტომ რომ არც თუ მთლად განებივრებულები არიან ჩვენი ხანდაზმულები, ასეთი თბილი შეხვედრით. დასაწყისშივე მინდა მადლობა გადაუხადოთ ჭედლიშვილების საგვარეულო თემს და კარგი იქნება თუ სხვა გვარის წარმომადგენლებიც მიბაძავენ.